დასავლეთისგან იზოლირებული ქართული ოცნება თავდასხმას აძლიერებს უკრაინის პრეზიდენტზე. ოცნების წარმომადგენლები გააღიზიანა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ, რომ ევროპამ საქართველოს უკვე დაკარგა და ის დღეს რუსეთზეა დამოკიდებული. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს ოცნების წარმომადგენლები უწოდებენ ისტორიაში ყველაზე არაგონიერ მმართველს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გასწირა. ოცნების ლიდერების ეს განწყობები ამჯერადაც შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატეს სავარაუდოდ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა. საპატიო ყარაულისა და სათვალთვალო კამერების წინაშე გმირთა მოედანზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე შეურაცხმყოფელი სიმბოლოები და წარწერები გააკეთეს. თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახსოფო, ქართული ოცნების ანტიუკრაინული განწყობებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის პარალელურად გმირთა მემორიალთან, სადაც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი დაფა, უხამსი ნახატები და წარწერები გაჩნდა. ეს მას შემდეგ, რაც ოცნება კიდევ ერთხელ დაკავდა უკრაინის რუსეთთან ომის და მისი ლიდერების დისკრედიტაციით. გმირთა მემორიალთან გამოჩენილმა უხამსმა წარწერებმა და ნახატებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის უკრაინაში მებრძოლის სხვა ჯარისკაცებისაც. მათი თქმით, ოცნების ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ვანდალიზმისა და უხამსობისათვის მწვანე შუქის ანთების გარეშე შეუძლებელია პასუხგაუცემელი დარჩეს ასეთი ფაქტები. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, ოცნება უკვე წლებია დაკავებულია მათი დისკრედიტაციით. ნამდვილად ძალიან ამაზრენზენი რამ ვნახე გუშინ მეც Facebook-ით გავეცანი და ვნახე ეს მარაზმი. სიმართლე რო გითხრათ, არ გამკვირვებია, იმიტომ რომ სახელმწიფოში რომელი მთავრობაც მიზანმიმართულად არის გმირების შეურაცხყოფა მათგან ამდენი წლების მანძილზე, არ რომ ეს იყოს ჩვეულებრივი დავალება თავიანთი ტიტულშკებისთვის. ახანს დამოუკიდებლობას ვითხოვთ ევროკავშირთან თემას და რუსებიდან გაშორებას მოვითხოვთ, ეს აუცილებლად ომთან უნდა იყოს დაკავშირებული. აი ესეთი რაღაც უნდათ დათესონ, რომ მჭიდროდ ჩაიხუტონ კიდევ რუსეთს. ესენი ვინ არიან, ეს რა ხალხთან გვაქვს საქმე? ვინ გაგზარდათ? სად დაიბადეთ, რა ჯიშის ხართ? ბახვას სურათი, ჩიკობოვასი, რომელიც ჯერ კიდე მისი ცხედარი ტრის კონტროლირება ტერიტორიაზე და ვერ გამოვასვენეთ. ის შეურაცხავით თქვენ გმირთა მოედანზე ყველა ვარიანტში იქნება იქ ეგრეთ წოდებული ვიდეო თვალი. ძალიან გთხოვთ, ამოიღოთ იქედან ჩანაწერები და დასაჯოთ ეს ვანდალისტები, ეს ღორები და ეს არა ადამიანი. არავის არ შევარჩენთ მაგ ბიჭების შეურაცხყოფას, მაგ ბიჭების სახელის შეურაცხყოფას, მაგ ბიჭების სულის შეურაცხყოფას. ამა სახელმწიფოს მწვანე შუქის გარეშე, იმ განწყობების გარეშე, რომელიც რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის, ანტიუკრაინული, ანტიქართული, ანტიდასავლური პოლიტიკის კულტივირების გარეშე უბრალოდ რომელიც ვერ შედგებოდა, ამის გარეშე ამნაბებს ვერავინ ვერ გადადგამდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ადამიანები დღეს ციხეში სხედან მარკერით გაკეთებული წარწერის გამო, რომელიც გააკეთეს კახატალაძის საარჩევნო ბანერზე. ამის გამო არიან სისხლის სამართლებრივი წესი დევნილები. ამიტომ სინამდვილეში თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ მაგალითისთვის, ფორმალურად მაინც დაამტკიცოს, რომ ისინი პატივს მიაგებენ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და ასე შემდეგ, როგორც ამას შაბლონურად საუბრობენ, მათ შეუძლიათ უბრალოდ ამოიღონ კამერები, თუნდაც გადაჭედილია მიმდებარე ტერიტორია, გამოკითხონ იქ საპატიო ყარაული და ასე შემდეგ და მიიღონ ყველა ის ზომა იმისთვის, რომ ამ ადამიანების, არაკაცების რბილად რო ვთქვათ, იდენტიფიცირება მოხდეს და შემდეგ შესაბამისად მათი პასუხისგებაში მიცემ. გმირთა მემორიალთან, როგორც წესი, 24 საათის განმავლობაში მორიგეობს საპატიო ყარაული. მიმდებარედ არაერთი ვიდეო სამეთვალყურეო კამერაა დამონტაჟებული. რა რეაგირება ექნება ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როდესაც პოლიტიკური სურვილი და ნება არსებობს, ოცნება უბრალო საარჩევნო პლაკატზე გაკეთებული წარწერისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს 23 წლის სტუდენტების წინააღმდეგაც.